ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. ვარდისფერი ოქტომბრის მიზანია მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება ძუძუს კიბოს რისკების შესახებ. ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ონკოლოგიური დაავადებაა ქალებში და საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა რეგულარული კვლევები კიბოს განვითარების რისკს მინიმუმამდე ამცირებს. კიბო განაჩენი არ არის, ის მხოლოდ დიაგნოზია. ეს ის სლოგანია, რომლითაც ოქტომბერში სხვადასხვა ღონისძიებები აღინიშნება. მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ოქტომბერი აღინიშნება როგორც ვარდისფერი ოქტომბერი და ის ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა სოლიდარობის თვეა. ემსახურება მოსახლეობის ცნობადობის ამაღლებას ამ დაავადების შესახებ. ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მთელს მსოფლიოში და ასევე ჩვენთანაც ძუძუს კიბო იკავებს პირველ ადგილს ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის. ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 1500 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. მათგან უმეტესობა არის უკვე შორსწასულ ფორმაში გამოვლენილი, როდესაც მკურნალობა არაეფექტურია და განკურნების შანსი ძალიან დაბალია. ამიტომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ მიმართოს სკრინინგ ცენტრებს. მუშაობს სახელმწიფო პროგრამა, ამ პროგრამაში არის ჩართული 40-დან 70-მდე წლის ქალბატონები, მათ სკრინინგის ფარგლებში უფასოდ უკეთდებათ ეხომამოგრაფია, ეხოსკოპია და მამოლოგის კონსულტაცია. ეს თავიდან აგვაცილებს შორეულ ფორმებს, დაავადება დიაგნოსტირდება ადრეულ ეტაპზე, როცა განკურნება აბსოლუტურად დასაშვებია და მოსალოდნელია. ონკოლოგიური პათოლოგია არ არის დღეს სარძევე ძირკვლის კიბო არ არის საშიში პათოლოგია უკვე იმ თვალსაზრისით, რომ თავარია და პაციენტმა დაძლიოს შიში, მიმართოს ექიმს, მოხდეს დაავადების ადრეულ ფორმებში გამოვლენა, რაც იძლევა სრული განკურნების გარანტს. გისურვებთ ჯანმრთელობას და ვთხოვ მოსახლეობას მოგმართოს ჩვენს კლინიკაში, რა თქმა უნდა, ტარდება უფასოდ, მუშაობს სკრინინგის პროგრამა, არის ყველა ის კვლევა, რასაც ითვალისწინებს სკრინინგი.